მოგესალმებით, მე ვარ გიორგი სარიშვილი და თქვენ უყურებთ უხეშ ტესტ დრაივს. დღევანდელ ვიდეოში მოგიყვანეთ ესეთი განსხვავებული ავტომობილი Dodge Charger-ი. Cause we're rolling under lights, we don't get anxious. Do it with a purpose, we don't do it to be famous. Really, they been hating cause they ain't us. Rockin' and get dangerous. What you get, you see, I'll always be me. What you get, you see, I need no ID. I need nothing, no, something wrong. I like Kim Rose, I need money rolls. Flip it go, see you when I'm old. In the test. განსხვავებული იმიტომ ვახსენე, რომ ჩვენი უხეში ტესტ დრაივები არის მორგებული ქართულ რეალობას. ზუსტად ქართულ რეალობაში ეს ავტომობილი ძალიან ცოტა გვხვდება საქართველოში. ცოტა რაოდენობით არის შემოყვანილი და მიხარია, რომ ჩვენ უხეში ტესტ დრაივშიც მოხვდა. ეს კონკრეტულად ეს ავტომობილი არის ჩვენი მეგობრის, რომელმაც გვათხოვა, რომ უხეში ტესტ დრაივი გადავიღოთ, ისე როგორც ჩვენ გვინდა. სამწუხაროდ ჰელქეთი არ არის, მაგრამ საბედნიეროდ 8 ცილინდრიანი ჰემიზრავი დევს აი ამ კონკრეტულ Charger-ში. მოგეთ ისტორიით დავიწყო თუ რეალობით დავიწყო თუ საიდან დავიწყო ვერ ხვდები, იმიტომ რომ ამერიკაში იმდენად პოპულარული არის ეს მანქანა, რომ ერთ-ერთი მოპარვადი მანქანების სიაში შედის. ნუ პირველ ადგილზე თუ არის Challenger-ი, მეორეზე არის Charger-ი და რა თქმა უნდა უკვე TRX-ის ვიდეოში ავხსენი მთელი ისტორია მოვყევი თუ როგორ რასაკეთებენ და რას მაიმუნობენ. არ ვიცი რატო, მაგრამ ყველა შავკანიანი, ფერადკანიანი ოცნებაა ეს. მოგეთ ამ მანქანის გამო არ ვიცი რას არაკეთებენ, ბავშვებსაც კი მიატოვებენ ხოლმე, ზუსტად მაგიტომ მოიმატა რომ მამები გარბიან სახლიდან რომ მთელი ფული დაახარჯონ ამ მანქანაზე და ეს მანქანები შეიძინოს. სულ ფეხებზე კიდიათ იმათი მომავალი, იმიტომ რომ მანქანა შეიძლება ერთხელ იყიდო და ერთი სიტყვით ამ მანქანის გამო მართლა არ ვიცი რატო არის ესეთი ჰაიპი. მეც მინდა რომ ზუსტად ეგ გავარკვიო ჩვენი უხეში ტესტ დრაივის. დანიშნულებაც ის არის რომ გავარკვიოთ ხოლმე ავტომობილი როგორია. მართლა ეგეთია თუ უბრალოდ რაღაც გაბუქებულია და overrated არის და ნუ ფასიც რაღაც მომატებული აქვს. რეალურად ეს ევროპულ მანქანას რო შევადაროთ, ალბათ უფრო E-კლასის და მეხუთე სერიის, BMW-ს მეხუთე სერიის კონკურენტია და ნუ გავიგოთ ამერიკელებმა როგორი მონსტრი შემოგთავაზეს, რომ გიждდა ერთმანეთს ესვია პირდაპირ. ეს მანქანა გლოკი და KFC-ს ფრთები და ბარკლაი და გეყაროს მანქანაში. ესე იგი წარმატებას მიაღწია. ანუ შენ უბანშიო შემოვარდები 8 ცილინდრიანი მანქანით, ჩუქნის შანზე რომ გადაკეტავ იქაოს ზე რო კიდია ყველა გარშემომყოფი და იქ რო დონატობ. მთელი ეგეთი ვიდეოები ხდება ხოლმე და ჩვენც დასკვნა გამოგვაქვს ისეთი რომ ნუ გიждდებიან ამ მანქანაზე. გიждდებ მთელი საძმოჯდება. ზუსტად ეს ის ვარიანტია Challenger-ის, ანუ 4 doors more horse. ზუსტად ეგ არის აი ამ მანქანაზე ნათქვამი. Challenger-ი არის 2 კარიანი, ანუ კუპი არის და ეს არის 4 კარიანი სედანი მონსტრი, რომელიც არის სხვადასხვა ვერსიების. არის 8 ცილინდრიანები, 6 ცილინდრიანი კომპრესორით და ასე შემდეგ. მაგრამ მოდი კონკრეტულად ამაზე ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ დღეს ეს ჩაგვივარდა ხელში. ამერიკული მანქანები იცით რომ მიყვარს, ნუ მევასება, იმიტომ რაღაც შედარებით იაფიღებს ხოლმე, შედარებით ჩაქუჩები და ზუსტად აი ეგეთი ჩაქუჩი, ეს ჩაქუჩი კი ეს არის პირდაპირ აგური, აი აგურია, ვიღაცა სახეშიო გაარტყო, ზუსტად ეგეთი აგურია და მთელი მუღამის ეგ არის ამერიკულ მანქანაში 8 ცილინდრიანი დებილი უმართავი მანქანა უნდა იყოს. ანუ მთელი მუღამი ეგ არის ამერიკული მანქანის, კიდე ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა, რომ მანქანა ცდილობს რომ შენ მოკლას. რასაც ვერ ვიტყოდეთ ევროპელებზე. ევროპული მანქანები არის გათვლილი, ავიც გერმანული ინჟინერია, ეგზია მთელი, ავიცი, წლობით რომ რაღაცა ელემენტარული ესო დააყენონ ეს ბერკეტი. ხელის რო გააღო კარები, იმაზე ფიქრობს ალბათ 1-5 კაცი და ნუ ამერიკაში ეგრე არ არის. ამერიკელები მარტივები არიან. შეაწება, რაღაც წებოცემეთე თუ დააფურთხა, მიაყენა 8 ცილინდრი დევს, ყველა კმაყოფილია, ყველა ბედნიერია რა. იქ რა მოხდება 1 წელში, 2 წელში არავის არ აინტერესებს. 8 ცილინდრიანი ძრავი დევს, ხმამაღალი არის, შეგიძლია იგაზაო, იდონატო, всё, ესე იგი პროექტი წარმატებულია. მთლიანობაში wide body, ანუ განიერი კრილოებით, ლამაზია მართლა. ნუ არსებობს wide body-ის გარეშე, არსებობს wide body-ით, ანუ აი ამ კრილოებს გულისხმობ. ამის გარეშე მე ვთვლი, რომ ეს მანქანა მთელ ხიბლს კარგავს, იმიტომ ჩვეულებრივ რაღაც მორისგან გამოთლილი დიზაინით გამოირჩევა ეს მანქანა და როდესაც აყენია ესეთი განიერი კრილოები, ესეთი ლამაზი დისკები და ნუ ეს კარნიზი, ტუჩი და რაღაცები, უკვე მთლიანობაში მართლა ეფექტური და ლამაზია. მოდი ცხვირი დავიწყო და ნელ-ნელა დეტალურად გავუყვეთ უკან.
ფირი აკვრია, ეს მანქანა შავი არ არის, რეალურად ფირია მთლიანად გადაკრული და შავი ფერი მომწონს უხდება. კაპოტი, ამობერილი კაპოტი, აქ ჭრილებით. სალონიდან სულ მაგას ვიძახი ხოლმე, რომ კაპოტის რაღაცა დიზაინი რო ჩანს სალონიდან უფრო გადატენილი ზიხარ და გადატენილი ატარებ მანქანას. მაგ ეფექტს ქმნის შიგნიდან. მე ინტერიერს რო გადავიღოთ, იქიდანაც ჩანს. ცხვირი აქ აყენია უზარმაზარი ტუჩი ამ ცხვირზე, კარბონში ამოწობილი დეტალები არ მიყვარს ხოლმე, ან კარბონის უნდა იყოს, ან შავი უნდა იყოს. მე მაგალითად ამ შემთხვევაში ამ ტუჩსაც შავად შევღებავდი და უფრო ბრუტალური და აგრესიული იქნებოდა. ფარებს რაც შეეხება, ეს ფარების ნორმალურად გამოიყურება. მთლიანობაში ცუდ ვიძი არ არის. ესე გამოიყურება, ესეთი აგრესიული ფარები აქვს. აქ მე მგონი ფერი შეცვლილია, იმიტომ ეს თეთრად ანათებს ხოლმე, აქ არის წითლად. გოჩიტამ ჩააყენა წითელი, ამ ფარიც ანათებს. ერთი სიტყვით აგრესიული არის, კი ბატონო. შავზე წითელი, ეგეც მომწონს მივესალმებით. დისკებზე გადავიდეთ, ეს დისკები მომეწონა, სხვათა შორის ძალიან ლამაზი დისკები აყენია, მომწონს, უხდება ამ მანქანას, ამ კრილოებს იმენა აკვდება, შევსებულია თავიდან ბოლომდე. ამ დისკებიდან ჩანს უზარმაზარი ბრემბოს სამუხრუჭე სისტემა, აი მართლა დიდი. ნუ კაია მომწონს ახლა რატომაც არა, სხვათა შორის გზაში რომ მოვდიოდი, კარგი მუხრუჭიც ჰქონდა. ერთი სიტყვით ძალიან ლამაზი სეტაპი არის ეს დისკი, ეს სამუხრუჭე სისტემა და ეს კრილო ერთად რო შეხედავ რაღაცნაირად ასწორებს. და ასევე ლოგო, ეს არის cubic inches, ანუ ჰემის ზრავიდეს და 392-ის ამერიკულის cubic inch არის 6 და 4 ლიტრის მოცულობის ზრავი არის ეს. უკან რა ხდება ახლა? უკან გრძელდება სპოილერი გვიყენია და დიფუზორი აყენია. ორივე კარბონში ამოწობილი. ანუ რეალურად ლამაზი არის, მაგრამ აი კარბონის ფაქტურა რო დაყვება და კარბონი არ არის, ეგ მე პირადად არ მომწონს ხოლმე. აი ამასაც გავაშავებდი, დიფუზორსაც გავაშავებდი. აი მთლიანობაში რო შეხედა, უკიდან აგრესიულია, მართლა აგრესიულია, შეკრულია, ანუ აი დაკუნთულია, მზად არის რაღაცის გასაფუჭებლად. ესენს ჩაშავებულია ეს ფარები, ანუ შავი შავშია რა, იმენა შავი შავშია. აქაც ეს ზოლებად ინთება, მე უკვე რო გავივლით გამოჩნდება, როგორ ანთებს ეს მთლიანად ეს საკაიფოთ ანთებს. ნუ აი სადაო თემაა რა, ვინც ევროპული მანქანებისკენაა და მოწონს ის ევროპული ხარისხის, ელეგანტურობა, იტალიური სული, გერმანული ტექნოლოგია და ასე შემდეგ, ის ხალხი ვერაზროს ვერ დაუმუგამებს ამერიკულ მანქანას. აი პირდაპირ ვიძახი. ეს არის ძალიან სუბიექტური, ეხლა მე რო ამერიკული მანქანები მიყვარს, ეს არის სუბიექტური, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ მე თუ მინდა სიამოვნების მიღება, მომწონს, როდესაც მანქანაც ცდილობს ჩემ მოკლას. თუ ყველაფერი ძალიან გამარტივებული არის, ეგ ჩემთვის ცოტა მოსაწყენია. ამიტომ მირჩევნია ესეთ მანქანას ვეჯაჯგურო და ის სიამოვნება მივიღო, რისთვისაც შევიძინე, რომ ადრენალინი მირტყავდეს ტვინში. აი ეს დიდი უზორი შორიდან ჩანს, ანუ ახლა მიგახვედეთ, ეს მოდის, ესეთ კანტივით არის გაკეთებული. ეს არის აი მთლიანად რო ესეთი ბრტყელი არ ყოფილიყო, ესეთი პატარა შეწეული უზორი გაუკეთეს. ნუ ეგეც ნორმალურია. ნორმალურია, ლამაზია, როცა კრილოებთან ერთად ეს აყენია, მაგრამ აი კრილოების garaშე ჩარჯერი ალბათ ვინც ჩემს უყურებთ, ყველას გაქვთ ნანახი, აი ამ კრილოების garaშე ძალიან მემახინჯება მე პირადად. მოკლედ ბევრი ვილაპარაკე იმაზე, რომ ეს 8 ცილინდრი და იმიტომ უსვავ ხალხს 8 ცილინდრს, რომ რეალურად უკვე გადავდივართ რაღაც სხვა ეტაპზე, ელექტროავტომობილების შემოვარდნა, რომელიც ყველას ჩაგრავენ და ყველაფერს ჩაგრავენ და ერთადერთი 8 ცილინდრის მუღამი ის არის, რომ ხმით ისიამოვნო და ის რაღაც 8 ცილინდრის გაწევა და მთელი რაღაც ემოციების რაღაც მოზღვავება მოგანიჭოს, თორე რეალურად უკვე ელექტრომანქანები ისეთ რაღაცებს აკეთებენ, რომ აი კიდე ერთხელ ვიტყვი, ადრესს მithქოს არ მახსოვს რომელ ტესტ-დრაივში, რომ თუ რაღაცა ჩქარ მანქანას, ხმიან მანქანას ყიდულობ, მხოლოდ ემოციების გამო უნდა იყიდო, თორე პერფორმანსით უკვე ელექტრომანქანები, რავი, დედა აი SUV გინდა, სპორტული გინდა თუ რა გინდა, ანუ უფრო ეკონომიურია, უფრო ჩქარია და ნუ ყველაფერს აკეთებენ. ამიტომ 8 ცილინდრი ვინაიდან გვაქვს, ვინაიდან სიამოვნების მიღება გვინდა ამ მანქანისგან, ჩვენ უნდა ვაღმოვილოთ ეს მანქანა. აქ ისეთი სიწყნარია და იმდენი ხალხი არის, რომ ცოტა უხერხული არის ხა. არ გამოდის ეგ ამბავი, წავიდეთ ისეთ ადგილს, სადაც შეგვიძლია თამამა ჩავაჭიროთ და ვისიამოვნოთ ამ 8 ცილინდრიანი ბრუტალური ხმით. წავედით. ისეთი ამინდებია, მოგეთ ყველაფერი გვაქვს წამოღებული. პავკა მაქვს წამოსაცურაო კოსტუმი. რა დუტის კურტკა და ყველა კოლგა და არ ვიცი მოკლედ.
მზიდან უცებ მოუხდით რაღაცა სტიქიაში აქ არ ვიცი რა ხდება მაგრამ ჩვენ არ ვჩერდებით იმიტომ რომ 8 ცილინდრიანი ჰემიზრავიანი ჩარჯერით ვარ მოკლედ ინტერიერზე მინდა ვისაუბრო არ მიყვარს ხოლმე ამერიკული მანქანების ინტერიერის გამოჩენა საერთოდ არ არიან გამოსაჩენები და იმიტომ Challenger-იც ასე თუ ისე TRX-იც და Charger-იც რო შეხედავ მიხვდები რომ ნუ ერთი ტიპის ნამოქმედარია ეს ყველაფერი ნამაიმუნარე Challenger ძალიან გავს ამ Charger-ის ინტერიერი იმიტომ ტორპედო იგივეა ფაქტიურად მაჩვენებლების დაფა მონიტორი იგივეა ციფრულია მაგრამ ნუ იგივე სტილია გილაკები იგივეა ყველაფერი ბარი იგივეა ყველაფერი იგივე უკან აქვს უბრალოდ სკამები დამატებული და უკან შეგიძლია ხალხი ჩასვა, იმიტომ ეს სედანია. მაგრამ მაინც გავიაროთ, მოდი, აი ეს უზარმაზარი დიდი ტორპედო, რომელიც არც თუ ისე ხარისხიანად გამოიყურება, საერთოდ ამერიკულ მანქანებში ეს ინტერიერის ხარისხი არ ვიცი, ძალიან ფეხებზე კიდია თუ რა არის. საბოლოო ჯამში ვერ ამოხსენი რა, რაც არ უნდა გაუკეთო ეხა ეს, რაც არ უნდა ალამაზო, მაინც აი უხარისხოა რა. ტორპედოც კარებზეც შეხედე რა. 90-იან წლებში დამაბრუნა ეგრევე. E30-ის ხულიგანკის იმენა ეს აბიუკასავით არის. მაქსიმუმ შეგვიძლია გავასრულებო. კი. ჯო ამოვიღოთ. რაღაც თანამედროვეობა ხომ და იგზნობოდეს მანქანაში. ეს მარტო ამ მანქანის პრობლემა არ არის Charger-ის, ზოგადად ბევრ მანქანაში არის ეგრე. აი C6 კორვეტი ხო, იმასაც ყოველთვის უწუნებენ ინტერიერს და მეც იგივეს ვიტყოდი რომ 2013-ში მორჩა C6-ის გამოშვება კორვეტის და ნუ იქაც კატასტროფა ხდება, ანუ ძალიან ძველმოდური სალონი აქვს ინტერიერი, რაც ერთი დიდი მინუსია ჩემი აზრით. ჰელი არის ჯუარა, აი ჰელი სანამ კიდეც სარიელი ქილები შემოგთავაზეთ, თქვენთან ერთად გავხსნით, თორე სულ საუთხოვნე ვერ ვითვენთ. გავაგზავნოთ. ისეთი განსხვავებული ხა აქ არაფერი არ აქვს ამ მანქანას მულტიმედიაში, რაც ჩვენ ტესტ-დრაივში ნანახი არ გაქვთ, ან თუნდაც ამ მაჩვენებლის დაფაზე, ზუსტად იგივეა რა Challenger-ი. ზუსტად ერთი-ერთი რეჟიმები შეგვიძლია აქედან შევცვალოთ, drive mode-ს რო აწერია, ეხლა უკვე შესრულები ვართ, აქედან ვირჩევთ რომელი გვინდა, auto ეხა რითიც დავდივართ, custom შენით რო არჩევ, სპორტი და ტრეკი. მე აქ არის ყველაზე კაი, მე რაც მომწონს, ეს არის მაჩვენებლები. სტრაფესი. იტვირთება, ჯერ სადახარ, სადე უკვე. დაეკიდა მგონი. დაჩიკი ვერ ამოიტანა, ვერ გამოიტანა, Windows-ი გადაიტვირთა. აქ არის დაჩიკები, ეს დაჩიკები არის სპორტული მაჩვენებლები არის. ზეთის ტემპერატურა, წნევა ზეთის, წყლის ტემპერატურა, ვოლტაჟი, ყველაფერია გამოტანილი, აქ GeForce-ებიც არის. ნუ ამის GeForce-ი არ ვიცი ეხა იმდენი ცხენი არ აქვს GeForce ჭირდებოდეს, მაგრამ ნუ აღჭურვილია და რატომაც არა. ტაიმერიც გვაქვს, მოკლედ ყველაფერია შეგიძლია გააკეთო, აქ შეგნახან Dyno mode-იც აქვს, აქ შეგიძლია, ახე. და ძრავში შევიდეთ მოდი, აჰა. მოკლედ სხვადასხვანაირი ფუნქციები აქვს, რაც ძალიან კარგია, თუ მართლა გაინტერესებს ხომ და აკვირდები და მინიმუმ რაღაც არ გაგექცეს, შეგიძლია უყურო და აკონტროლო, ან რაღაც შემოწმება თუ გინდა. აქ მე კიდე აქ ერთი ღილაკი, ლანჩის ღილაკია, ლანჩ კონტროლი შეგიძლია გააქტირო ამ მანქანის და დასტარტო საკაიფოდ. ერთი სიტყვით, რაღაცები აქვს, ახლა თქვათ ისე მშრალად არ არის გამოუძვრალი ეს მანქანა. კაი რაღაცები უკენია, ისეთი რომ გაერთო, თუნდაც ტრეკზე, თუნდაც ტრეკის გარეთ, ჩუმად ჩვენთვის. სავარძელსაც შეეხება, ტარებიზოს კომფორტულია, მაგრამ ნუ ნაჭრი სალონი, რა თქმა უნდა, უკვე წარსულია, ჩემთვის ნაჭრი სალონი არ მომწონს და ტყავის სალონი აუცილებლად ჭირდება. აქაც ნაჭერია გადაკრული. შავი ჭერი გვაქვს და კიდე ერთი რაღაც მე განახოთ, ეს Mercedes-ის სტილში, ზუსტად Mercedes-ის სტილში. კი, ნახ ყვითელი ისენი. ძველი დროინდელი. ლამპოვი. კი, ყვითელი განათებით არის. ხო, ნუ ამათი ძლიერი მხარი არ არის ინტერიერი, რას ვიზავთ სამწუხაროდ ეგრეა, მაგრამ ნუ ტევადი არის ხა სივრცე არის ნორმალურად, უფრო დიდი შეიძლებოდა, მაგრამ აი ყველაფერი დიდია, მიხდი რას ვიზავ, აი ბერკეტი ნახე. გეგონება რა დიდი სეიფი უნდა გამოაყო, ანუ ტორპედო უზარმაზარი, ამ სიგრძეა და რაღაცა ბუთქუჩა არის. სიჩქარეების გადასართული დოჯებში ეს სიახლე არ არის, ყველგან ესეთი აყენია, თითქმის უზარმაზარია, შატლი უნდა გადმორთო. ნუ საჭეთს შუაში თავის დოჯი, თავის იმითი ლოგოთი. და ყველაფერი ამოწობილი კარბონი. აუ, ამოწობილი კარბონი ბოლოსთვის მინდოდა შემომენახა. მოკლედ ეს გარხმული არ არის, რასაც უყურებთ, ესენი არის მიკროლი, ეს სილამაზისთვის, კარბონის ეფექტით.
მე მაგას ვიზახი, ან კარბონი უნდა იყოს, ან რაღაც შავი უნდა იყოს. კარბონის ეფექტი არ მომწონს, იმიტომ რომ ძალიან ეთყობა ჩემთვის ეს ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ფეიქი არის. ნუ რა ვიცი ხა, სისუფთავეს წარმოადგენს, მაგრამ სპორტულობას და იმ სიმდიდრეს კარბონისას ვერ ვიღებთ მაინც ამ დასაკრობი პლასმასებით. აქ ჰელი სადაც გვიდევს, ესეთი ჰელის ჩასადები 2, ეს იკეტება. აქაც ესეთი პატარა სათავსოა, თავისი ნახე. შეგვიძლია შევარჯოთ, გაჯეტები დავტენოთ და რა თქმა უნდა უხეში სათავსო. ეს ერთი და მეორე აქ. დიდი უხეში სათავსო გვაქვს. საჭე სხვათა შორის დოჯი საჭეები არ მომწონს. იმიტომ არ მომწონს, რომ კი, ღილაკები ყველაფერი ეგ სიახლე არ არის, რაღაცა ახალი გამოგონილი ტექნოლოგიები არ არის, მაგრამ აი მთლიანობაში შეხედა მაინც ცოტა ძველმოდურია, იმიტომ რომ ეს შუაგული, აი რა ვიცი, არ მომწონს. პირდაპირ სუბიექტური აზრია ჩემი, რომ მე არ მომწონს. ობიექტურად კიდე შევადარებდი, მაგალითად, იგივე წლოვანების, ეს არის 2019 წლიანი ეს მანქანა, 23-ში დამთავრდა მე მგონი ჩარჯერების გამოშვება და ეხლა 23 წლამდე აი ესეთი საჭეებით რო გამოდის, მე ვთვლი, რომ სხვა მოდელებს, სხვა ბრენდებს უკეთესი საჭეები აქვს. ეს ჩემი, რა ვიცი, უკვე ობიექტურად უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ იგივე Mercedes-ი, BMW, Audi-ს რო შეადარო, ამ საჭეზე ლამაზი საჭეებია. თუმცა ისევ შეგახსენებთ, რომ ამერიკულ მანქანაში ვხედავთ და შეგვიძლია რაღაცეებზე თვალი ოდნავ მოუჭუდოთ, იმიტომ რომ ჩვენ ის გვაწყნარებს, რომ 8 ცილინდრიანი ძრავი გვაქვს, რომელიც გამოიმუშავებს საკმარისხენებს იმისთვის, რომ ღიმილი დაგვეტყოს სახეზე. და მთავარი, კაპოტი ვახსენე ვიდეოს დასაწყისში, აქედან რომ დავდივარ, აი რო ვატარებ, კარგად რომ მოვემზადებ, ეს კუნთს რო ჭიმავ, აქედან დაჭიმული კუნთით უნდა იარო, იმიტომ რომ muscle car-ში ხარ და ყოველდღიურად უნდა ავარჯიშო, აქედან კაპოტი ამობერილი აგრესიულად, ერთი ხელი გადასართულბერგი მანუალში უნდა კონდეს. ესეც დაჭიმული უნდა კონდეს გვერდზე. აი ესე უნდა ის დემოჭიმული ტორეტოსავი და დავაიწავიდა. აქედან შეგიძლია მე უკვე კულისაც აი ჩვენი ბერკეტით აწავო სიჩქარეები შეუცვალო და ჩააჭირო. სხვათა შორის მანქანა საკმაოდ დიდია, ისე რა მასიური, აი ნამდვილი ამერიკული ტანკივით არის, თუმცა არ შეგრძნებას არ მიტოვებს იმას, რომ ტლანკა დადის, რაც ძალიან გამიკვირდა, ანუ ვერ ვატყობ, რომ ტლანკა და დაკიდების სისტემა საკმაოდ ხისტია, მაგრამ სალონში არ გადმოაქვს ის ხისტი, ანუ შენ კომფორტულად მართავ, უბრალოდ ხვდები, რომ მანქანას ისეთი ამორტიზაცია არ აქვს, რომ ქანაობდეს. ამ კონკრეტულ მანქანაზე არ ვიცი, შეცვლილია თუ ესე მოყვება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სასიამოვნო სატარებელია. ანუ ჩუმიც არის, გარედან ხმა არ შემოდის, იმიტომ რომ ორმაგე შუშები გვაქვს აქ, იმედია ტყვია საჩერებს. რამდენი მილიმეტრიანს? 9 მილიმეტრიანს პატარა რამეს. უცებ რა ჯიბიდან გასროლ გლოკს უნდა აჩერებდეს. აბა მანქანაში პოლიციას თუ გაუვარ. კი, აი ზუსტად კარგი ის იყო, მინიშენ თუ გაუვარ და დაგიშვეს მანქანაში, აი მაგას უნდა აჩერებდეს. კედო კამანდაროზი ხა წარმოიდგინე რა როჟა ხარ იმენ ამიტი კამანდები როზი ხართ ესე 4 ტიპი როზი ხარ და დაგაზავთ შუქნიშანი რო გაქვთ გადაკეტილი გზაჯვარდიზი ადონატებთ აი რა ტიპი უნდა იყო ეგ ტიპი რო ამოიცნო უნდა უყუროთ ვიდეოს ინტერნეტში ძალიან ბევრი დევს და ჩვენ რაღაცებს ჩავსვი აი პიზდეცია ტიპებს რო ეჯახებიან გზაზე რო დარბევით თავს არაფერი გადაუვარო ვიღაცას კაი გავაგზავნეს გულაობა The clip captures the moment the driver of a black Dodge Charger loses control and crashes into a group of spectators. ეგ რა თემაა მითხარია ადრე მომიღე რომ ეგ არის მოპარული მანქანები და მე ხარიან ხო ბევრი არის შეკრებაზე რანაირად მიდიან ტიპები ბევრი იპარავს მანქანას იპარავს აი პირდაპირ იპარავენ მანქანას აი მიმენ მანქანებს იპარავენ მიდიან ამ მანქანას მეს ვერაფერს ვერ გაუშვებიან ადონატებენ აი დედას და ბოლოს წავენ იქვე ხან ცეცხლს უკიდებენ ხან აგდებენ ხარაშებს ზოგი თავისი მანქანით ადეს ყველას მოპარული არ ყავს მაგრამ ძირითადად დოჯი სადაც იჭიტება არის მოპარული და სხვა მანქანი თუ ვინმე მისული ესე იგი თავისი მანქანით არის მისული განუვითარებელი რაღაც სპორტი არის ეგ აი ძრევა პიზდეცია ვერ ამოხსენ უბრალოდ სისულელე არის არაფერში არ წერია მაგრამ ნუ ესე ერთობიან ბოლოს ვიღაცას დაარტყავს მე ესვრიან ერთმანეთს გეგონება ისეთი რაღაც შეკრება იყო რაღაცა აი ჩვენთან არ არა ჩვენთან არ დაფუძდა ცდილობები იყო მაგრამ ეგრევე დასაწყისშივე ჩაითესლნენ ცუდი სპორტია ეგ ეხლა კარგი წყნარი ადგილი ვიპოვოთ ეს გადაობა კაი მაგრამ ძრავს აუცილებლად უნდა ჩავხედოთ და მე ცოტა შეგვიძლია უკვე ჩავაჭიროთ თამამად რომ გავიგოთ როგორ დადის
ესე გამოიყურება. წრიალებული. Powered by SRT. Retrace technology. შენ მოიფიქრე. Sweet and race. დაგუგლე. აი ამის დედა გიმენა ყველგან არის. რამფერს სვამენ სადღაც. სპეციალურად აი გახუნებული რაღაც გაფუჭებული ყვითელი იმის ფერი. მოგად ჰემის ძრავი SRT, ნუ რომ აღარ ვიცი ინგლისური აქცენტი წავიდე, ქართულად SRT ჩვენ ენაზე, ეს ჩვენი SRT გამოიმუშავეს 485 ცხენის ძალას და 650-მდე ნიუტონ მეტრს, რაც საკმაოდ ისეთია. კარგი როგორ ეხა უკვე რთულია ციფრებით მანიპულირება, იმიტომ რომ აი რაღაცა სასწაული ციფრი თუ არ უწერია შიდაწვის ძრავიან მანქანას უკვე პიზდეცია, იმიტომ რომ აი ჩააჯვეს ყველანაირ საქმეში ამ ელექტრომანქანებმა და უკვე ჰიბრიდებზე გადავიდნენ და აი ჩვეულებრივი მოკვდავი 8 ცილინდრიანი ძრავებით რაღაცის შედეგის მიღება უკვე ძალიან რთულია. ეხლა გეტყვით რას გულისხმობ შედეგის მიღებაში. ამ ძრავით, ამ მონაცემებით რო გაერთო, აი ესე რომ იდონატო, შემპონჩი რო ჩააჭირო, აი გასართობა, ტრეკზე რო შეხვიდე იგაზაო, კაია, ძალიან კარგია, მაგრამ ვიღაცას რო გაეჭიმო, ანუ ვიღაცას რაღაცა რო აი მოგინდეს შეჯიბრება რაღაცაში, უკვე ძალიან რთულია, იმიტომ რომ სპორტული მანქანა თუ ყავს 600 ცხენზე ქვევით უკვე როგორი რაღაცაა, იცი რომ აი ჩვეულებრივი ვიღაცა სახში ელექტრომანქანა ყავს და იმით შეიძლება გადაგიღუნოს, აი რავი, რა გითხრათ, აი ტესლათი შიშუქნიშანზე შეგხვდება და შენ აქედან კუნთებ დაჭიმული ზიხარ, იქ იმ გაქვავებული ღიმილი შემშრალი გაქვს, რაღაც კუნთი არ მოგიდუნდეს და იქ ტიპი ზის თავისი კონდიციონერი აქვს ჩართული და იქ ილონას ხელმოწერით ერთს ჩააჭერს და გაგასწრეს. ამიტომ ძალიან რთულია თქვა იმაზე ძლიერია თუ არა, გასართობად საკმარისია. ეს ფოში რა არის? ეგ ეხა დავინახე. ეს საერთოდ მოსახსნელია, მე თუნდაც არ ჭირდება რაც უნდა, არაფერს არ გააფუჭებს. ძალიან დაამჩატეს. 2 ტონიანი მანქანა პლუსით. სხვადასხვა მოდი ეხა მართლა ვიტყვი რა, 8 ცილინდრიანი ძრავი კი გავუტრაკე და შევეცი, მაგრამ რეალურად ატმოსფერული ძრავი ყოველთვის ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე მაგარ ძრავად და მით უმეტეს 8 ცილინდრიდან ბევრი ცხენი ამოდიოდა, თან ატმოსფერული არც ტურბოს პრობლემა არ ქონდა. არც კომპრესორის პრობლემა არ ქონდა და კარგი ატმოსფერული ძრავი ყოველთვის იყო ყველაზე გამძლე. ნუ მაგრამ წარსულს ჩაბარდა ეგ ყველაფერი, ნუ განვითარდა ტექნოლოგიები და ეხა ტიპებს 500 ცხენი 2-0 ჩვეულებრივი მანქანებიდან შეგიძლია აი რაღაც ერთი ტიუნინგით ამოიღო რაღაც 2-0 ტურბოსგან. გამძლეობა შენარჩუნებული აქვს კი ბატონო, მაგრამ ნუ ისეთი ჩქარი ვერ არის. მით უმეტეს, როდესაც ამხელა მანქანაა და ესეთ წონა აქვს. ესეთივე ვერსიები, რომელიც არის Hellcat-ი, ანუ ჩარჯერები, კომპრესორით, 700 ცხენის ზალა აქვს იმასთან, ნუ 7-7 კიდე პლუსით მე რაღაცებს ჩაწერ და საერთოდ დოხვია ცხენები აქვს, მაგრამ მაგასაც კი უჭირს, იმიტომ რომ რეალურად როდესაც შენ უკვე შეჯიბრის წინაშე დგები, აი ვიღაცას გინდა რომ დრაგზე რაღაცა აჩვენო, რამდენად ძლავრი მანქანა ყავს, მე ხვდები რომ იქ M5 მოდის, E-კლასი მოდის 63 და ნუ ცოტა რთულია უკვე ეგეთი რაღაცები. თუმცა მაგას რო თავი დავანებოთ, რავი, საკმარისია, ჩვეულებრივად საკმარისია. პატარა რაღაც საიდუმლოსაც გაგიმხელ. საიდუმლო არ არის, მაგრამ ისე ჩემი მხრიდან. ჩემი კორვეტებიც არც ერთი არ არის კომპრესორით, არც ერთს არ აქვს 500-ზე მეტი ცხენის ზალა და მე ძალიან ბედნიერი ვარ, კმაყოფილი ვარ, არაფერი ტვინს არ და ჩემ გასართობად მე რას მინდა რომ გავაკეთო, იმაში ყველაფერში მომყვება. მაგრამ ჩემი ადგილი ვიცი, სადმე ვიღაც ისეთი საეჭვო მანქანა თუ მხვდება, არანაირი ჩაჭერები. ჩემი ადგილი ვიცი. ზუსტად ეგრე აქაც. მოდი ახლა გავაგზავნოთ. ამაზე არის მიმული 8 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი და ასევე ბლოკირებული ხიდი ბოლოში. ეს მანქანა უკანაწამყვანია და ზუსტად ის ბლოკირებული ხიდი გვაძლევს საშუალებას, რომ ვადონატოთ და დრიფტით ვიაროთ, სადაც გაგვიხარდება იქ. ნუ უფრო დახურულ სივრცეს მივაწვეთ ყველა ერთად. გასართობის სიტყვა იმდენჯერ ვახსენე, რომ ყველას გონია, რომ ვიღაცა აცუნდრუკებულია და აცანცარებული, მაგრამ რეალურად ეგრე არ არის. რა აზრი აქვს? არ აქვს მნიშვნელობა ასაკს. რა აზრი აქვს სპორტული მანქანის ყიდვას თუ იმითი არ ერთობ. აი მართლა რა აზრი აქვს მაშინ? რა დანიშნულება რა აქვს? გეყენოს უყურო, ანუ ყიდულობ და არ იყენებ. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა ეს სედანია, SUV-ია თუ კუპია თუ
რაც არ უნდა იყოს, თუ სპორტული ხასიათის არის, სპორტული დანიშნულებით უნდა გამოიყენო, იმიტომ რომ ერთხელ ცხოვრობდა უნდა შეირგო ეგ ცხოვრება. თუ ეგ ცხოვრება არ მოგწონს, შეგიძლია გადაჭდა ელექტრომანქანაზე და ბედნიერი იული ამდენსაც არ დაწვას როგორც წავს სიტყვაზე ეს ჩვენი მანქანა. გაგვიწვიმდა ეხა, მაგრამ წვიმა ჩვენ დრიფტს ვერ შეაჩერებს. გართობა გრძელდება. ეს მანქანა პლუს მოცურება გათიშული წვიმა, ნუ არ ვიცი, თავზე ხელაღებულები ვართ, ეს უხეში ტესტ-დრაივი აღარ არის. ეს არის სასიკვდილო ნომერი, რომელიც ჩემს გზა ერთხელ გავიმეორო მარტო. კნავილი მაინც ცოტა მაკლია რა, რო ვიცი რომ აი ეს კომპრესორიანი ეს ერთი, აი Hellcat-ი რო არის, რო კნავის კატა, ანუ აი ცოტათი მაინც მაკლია რა, ეგეც გაასწორებდა რა. ეხლა რატო ურთავს სიჩქარე აქედან, ნუ საჭეზეც აქვს, აი რა. თითით უნდა გადართო. ერთი ისა, პლუსი და მინუსი. აი გამოსარტყმელი არა აქვს. აი ეს არის, აი ეს რა არის? ცოტა რაღაც ქვევიდან დიდია. ამ საჭეს რო ატრიალებ იქნებ იქით აქეთ, ცოტა მეტი აჯობებდა, იმიტომ რომ მაგის გამაზვა არ შეიძლება. ამიტომ პირდაპირ აქედან კაცურად კაპანჩა აგდებ და წავიდა. მანქანა მომყვება, ანუ სიარული დადის, გართობის ამოყვარულო დონეზე ვიძახი, მე ამით ეხა რაღაც სასწავლო და სპორტკარებს არ შევადრი. მაგრამ ამოცანა გვეკითხება, გავერთობით თუ არა 8 ცილინდრიანი ატმოსფერული ძრავით ჩარჯერით. მე გეუბნებით, კი, გაერთობით. ბრემბოს მუხრუჭებიც კარგად მუშაობს. თან ჭირდება ესეთ მანქანას, ყველა ვარიანტში ჭირდება, იმიტომ რომ ვისაც ჩქარა უყვარს სიარული, ჩქარა გაჩერებაც უნდა უყვარდეს, იმიტომ რომ ჩქარით ვერ გაჩერდები, შეიძლება მიეჟღვნიტო რამეს. და ეს მანქანა პირდაპირ გეუბნებით მფრინავი აგურია, ანუ მფრინავი აგურის, არაფერი, აი სადაც მიეხეთქება, იქ მიეხეთქება. ეს უკუსლის კამერა, ამით მაქსიმუმ ციხის დერეფანს უყურო. უკავ ვერაფერს ვერ დაინახავ. რა ხარისხია ეგ არის. კარგად მოკავს. ბიჭო, კი, ნორმალიო, კანო, რაღაცას იზაო რა, რამე, რომ მოინდომო, რაღაცას იზაო. მოინდომო. ოპა. ლოხი ვარ რა იმენა. არა, აქ იმენა. ოკეი, 1-2 ტროპი რო დააგდებ, შეგიძლია საკაიფო ჩატენო. კი ბატონო, საბარგული მართლა დიდია. აქაც რაღაცები შეგიძლია ჩააწყო. აქაც დაალაგო. ბარგი, ყველაფერი. სივრცე აქვს საბარგულს, ას მართალია, მართალია. ღილაკი არ მახსოვდა, კარგად არის გაკეთებული, პატარა ღილაკია, მაგრამ მაინც და მაინც ფარში რატო ტენეს არ ვიცი, აქ გაეკეთებინათ თქვით. კი ბატონო, კაი, არ ჩავეძიოთ მაგაზე. ეხა ჩავხედოთ უკანა სივრცეს. ოპა, აქ რა ხდება? ეს რა თეთრი ლაქებია აქ. ვიღაც ხوار მოკლა. არ სხვა რა გზა, ჩემი საქმე ეგეთია. აჰა, ორი USB-ის გვაქვს, ტელეფონები რო გადატენილი იყოს, შენი დაქლიავებული ძმაკაცი რო ზანოსო შენ რო გადაიყო, აუცილებლად დატენილი უნდა კონდეს ტელეფონი, არ უნდა დაგიჟდეს, ამიტომ მარტო ორი USB პორტი გვაქვს, აქ რო ტელეფონი იყოს გადატენილი. პლასმასის ხარისხი როგორია? პლასმასის ხარისხი, აი გადამდნარი სანთებელები, როგორ ჩვენ გვიყვარს ხოლმე, ზუსტად ეგეთია, სავარძელზეც და აქაც, აქ ესეთი სათავსოსავით გვაქვს, ესეთ პატარა ჩანთა.
ნუ ნაჭრსალონი ხო გადავაკრავდი სიამოვნებით, იმიტომ რომ ნაჭრსალონი თანამედროვე მანქანას არ უხდება საერთოდ. სივრცეს რაც შეეხება, ყველაფრის კვალიც რჩება. კი, აი აქეთაც მე იმენა ჩავაჭყაპუნე, აქ სადაც ძივა. კიწვენდაში მიდის ეგრევე ჩემი შარვალი. მოგეთ სივრცე ნორმალურია, ვერ ვიტყოდიო ფაშასავი ვძივარ, მაგრამ ტანმოკლე ფაშასავი ვძივარ. ნორმალურია, ჭერიც აქ შუშა ისე ჩამოდის, რომ თავს დიდად არ უბაგუნებ. ანუ ჩათენთილი იქნებია ტელეფონით რამე მომენტ გადაიღებ რაღაცეებს. კი, ისტორავებ ლაივზე, იმის რა ქვია, Instagram ლაივზე გახვალ რომ შენაირებმა ნახონ რა. დონაციასაც გამოგრა. კი ბატონო, გააჩნია როგორ მოიქცევი, შეიძლება დონაციასაც გამოგრა ხელი, ლინკი დატოვო და რაღაცა ცოტა ბოლნი მოითხოვო. თუ ძალიან გაგიჭირდება, მაგრამ ну რავი, აი ეხა უყურებ ყველაფერს, რაზე შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ უკან ვერაფერზე ვერ ვილაპარაკო. ერთადერთი რაც ვნახე, არის რომ ჰელის ჩასადები გვაქვს აქ 2 და 2 USB პორტი. მეტი მართლა არ, ну კაი, ეს ვთქვათ, მაშინ აქედან შეგვიძლია კლიმატი დაგვიბერას, ეს გავწიოთ, გამოწიოთ, ეს დიდი ნავაროტკა. მე მივესალმები იმასაც, რომ განსხვავებულობასაც პატივს ვცემ, მომწონს რომ ეს ჩარჯერი აქ არის ჩვენთან საქართველოში. ბევრი არ დადის ჩარჯერი ზოგადად. ცოტა კარგ ჩარჯერზე ვლაპარაკობ, 8 ცილინდრიანი რო იყოს მინიმუმ, ბევრი არ დადის და მაგასაც ვაფასებ. დასაფასებელია ეს განსხვავებულობა. გარედან ძალიან მომწონს პირდაპირ ვიძახი, რომ აი გარედან განსხვავებულია, აგრესიულია, ბრუტალურია ეს ფარები, დისკები, შავი, ეს კრილოები, ტუჩი. თვიანობაში მართლა ლამაზი მანქანა. მოდი ცოტა პოტენციურ მყიდველებზე ვისაუბროთ, აი ჩარჯერს ვინ ყიდულობს. რეალურად ყიდვა რო გინდა, იმდენი გიჯდება, რომ იქვე ყიდულობენ ამერიკელები დამტვროლს. აი ჩვენ რო საქართველოსთვის გვინდა რაღაც მანქანის ყიდვა და ეხლა რაღაცა მირტყულს რო ყიდოთ, ანუ ყველაფერი განისაზღვრება ფასით, ხო? ეხლა თუ აწყობილი, კარგი და გაკეთებული, აქვე შეგიძლია იყიდო, მაგრამ ფულს აღარ გადაიხდი იქ. ამიტომ ამერიკელები თვითონ უზიან და თვითონ ყიდულობენ ამ 8 ცილინდრიან მონსტრებს თავისთვის. მეშვიდე თაობა ჩარჯერი 2011 წლიდან 2023-მდე გამოდიოდა. ანუ საკმაოდ დიდი ხანი გამოდიოდა. ეგ იმას ეს და ჯეკლასი ჭიდაობენ რომ იმენა იმისკენ მიგვანიშნებს იმას მიუთითებს რომ ხალხს ევასებოდ ამდენი წელი არ გამოუშვებს არავინ როდესაც ხედავ რომ აი ქვევი და ქვევი ჩამოდის გაყიდვები თუ გაყიდვები მიდის და მიდის შენს აწარმოებ და აწარმოებ რეალურად რა ხდება აი იგივე ტრეკჰოკი ავიღოთ ხო ანუ აი იმდენად ძვირი ღირს უკვე რომ იმდენად თვითონ უნდათ ამერიკელებს რომ იქ იყიდონ თუნდაც დამტვროლო ქართველი აღარ ყიდულობს რომ აქ ჩამოიყვანს იმიტომ იმდენი უჯდება რომ უკვე იმ ტრეკჰოკს ურჩევნია ყავდეს რაღაცა X-ი, M-ი მაგალითად AMG ყავდეს ამ Mercedes-ის ამ GP AMG ყავდეს ნებისმიერი მართლა ძვირი ჯდება იმიტომ თან მაინც ყველაფერი შედარებითი არის და რაღაცა გერმანული, ევროპული ხარისხი, სალონი, რაღაცა ეს რო ადარებ, მე ხვდები რომ ერთ ფასში, ნუ ვერ იგებს ამერიკული მანქანა. ეხლა გეტყვით რას ვერ იგებს. ეს მანქანა Hellcat-ი რო იყოს, ანუ კომპრესორიანი, ფაქტიურად პირდაპირი კონკურენტია F90 M5-ის, აი, ნუ პირდაპირი კონკურენტია. ეხლა საღი გონებით რო ჩაუჯდე, რავი, F90 M5-ი, ჯობია, ანუ ყველაფერი ჯობია. სალონით, ექსტერიერით, ნუ ექსტერიერი კიდე ცოტა სადაუა, ეს ცოტა ჩაქუჩია, ის ცოტა დახვეწიან სხვადასხვა, მაგრამ ნუ მთლიანობაში რო ავიღოთ, ხო? ექსტერიერით, ინტერიერით, პერფორმანსით, ძრავით, ტიუნინგით, ანუ ნადირი ხდება M5-ია, მოდი ვაღიაროთ, რომ აი დედა მანქანა. ეხლა რაც შეეხება არაკომპრესორს, რომელიც შედარებით დაბალფასიანია, ეს არის მე-5 სერიის, რა, G სერიის კონკურენტი. ეხლა მაგ შემთხვევაში ჩვეულებრივს რო ვყიდულობდე, მაგათ M5-ს რო ვერ ვყიდულობდე და ვყიდულობდე მაგალითად ჩვეულებრივ G სერიას, ეს მირჩევნია. ეს 8 ცილინდრიანი მირჩევნია მყავდეს, ვიდრე ნებისმიერი მე-5 სერია G სერია. მაგრამ როდესაც მიდის საუბარი იმაზე, რომ აი Hellcat-ი შევიძინო თუ M5 F90, F63? ხო, ნუ ევროპულისკენ მივდივარ ყველა ვარიანტში. ევროპულისკენ, ანუ ტოპ ვერსიებში, როდესაც ვაბიჯებთ ფეხს, მივდივარ ევროპულისკენ. ეხლა საბაზრო ღირებულებას შევეხოთ, ვახსენოთ. ძალიან რთულია ამის საბაზრო ღირებულება ჩემით გამოვიყვანო. გეტყვით რატო აქ ვისაწყავს რავი, რამოდენიმე დაზის და საერთაშორისო ვის რამდენი დაუჯდა და რამდენი თაპირებს გაყიდვას. ამ ახალი კანონის მიხედვით ეხლა 20-20 უნდა აღემატებოდეს სლოვანებას, ანუ უფრო ზევით უნდა იყოს, ეს ჩვენია 19-იანი ამას ვეღარ ჩამოიყვან. ამიტომ ფასი არ ვიცი, შეიძლება 15-ად ჩამოიყვანო, შეიძლება 25 დაგიდეს. ეგ უკვე მართლა არ ვიცი, მაგას სერიოზული ჩარჯდომა ჭირდება, ვინც ამ მანქანაზე
ოცნებობს და ყიდვა უნდა, იმან თავის უნდა გამოიანგარიშოს ეს ყველაფერი. მაგრამ ვისაც ეს მანქანა უნდა და საქართველოშია, ალბათ საქართველოშიც გაიყიდება, ესეც შეიძლება უცებ თქვენი გახდეს, დაელოდეთ, ნახეთ. ბევრი ლაპარაკის მერე უკვე დროა დაუბრუნდეთ ქალაქს, თბილისში დაუბრუნდეთ, საწვავი ჩავასხათ ისევ ამ ავტომობილში, საკმაოდ ბევრი ვიარეთ და დაიწვა, რა თქმა უნდა, თამადა, უბერავს ყველას, იმენ 20 წლიც აი ჰელი ვიცოს. ჩაჭერილზე მით უმეტეს რომ ჩააჭერ იყუტეს ეგრე საწვავს. ვისოლში ჩავასხავთ საწვავს. რა თქმა უნდა, ვინც ყურადღებით უყურებს ჩვენ ვიდეოებს და არ ტოვებს ხოლმე ჩვენ დადებულ ვიდეოებს, გეცოდინებათ რომ ამ ვიდეოში ჩვენ უნდა გამოვავლინოთ გამარჯვებული. ჩვენ დღეს გავათამაშებთ 100 ლიტრ სუპერს, რომელიც გადმოგწვა ვისოლმა. ეხლა ჩავიდეთ ბენზინი ჩავასხავთ ვისოლში. გამოვავლინოთ გამარჯვებული და კიდე ცოტა ვიჭორავთ ერთმანეთში. წავედით. All smoke, y'all want it, all smoke. All smoke, y'all want it, all smoke. All smoke, y'all want it, all. Y'all want it, all. Y'all want it, all. Never smoke what your lungs say. Drop bombs from Baghdad to Bombay. They flat earth and some believe, but some can't. Forever push it, that's the dream. Hook a trailer to me, pull it off and make a movie. That's the best you heard but never seen. Kill them all, forever dream. It got a ring to it, but the kiss of death don't get a ring until I sing to it. Peace of mind to get your piece of yours, but I want everything and we can go to war to see that mind make do and never lean. I take a plate to feed for us. Ain't too much that we can trust. Close my eyes, I see the less. Keep them close to see what's up. Won't be long till it unfolds. It's gonna be. როგორც უკვე ვახსენეთ, ძალიან ბევრი საწვავი ჭირდება ამ მანქანას და ვისოლში შევედით და ჩავასხით სუპერი, რომ ამოისუნთქოს ცოტა, რომ ესეც ნოყიერად იყოს, იმიტომ რომ ყველა ჩაჭერაზე ეს ჩამოდის და ჩამოდის ქვევით ეს ჩვენი მაჩვენებელი. მოკლედ ისევ მინდა ვისოლის აპლიკაცია შეგახსენოთ, გადმოწერილი მაქვს, Wallet-ში მაქვს ელექტრონულ საფულეში დამატებული ჩემი QR-ი, სადაც არის ფასდაკლება და ამ ფასდაკლებას ვიყენებ ხოლმე ნებისმიერ ჩასხმაზე, ნებისმიერ ბენზინ გასამართ სადგურზე. ზუსტად ეგრე გამოვიყენე და ჩემი ფასდაკლებით ჩავასხი ამ მანქანაში საწვავი, მაგრამ ვისოლზე აქ არ მთავრდება ყველაფერი, იმიტომ რომ ცოტა ხანში დავიწყებთ გათამაშებას. 100 ლიტრი უნდა გავათამაშოთ, რომელიც გადმოგწვა ვისოლმა და ჩვენ გამომწერებს შორის გათამაშდება. მაგრამ სანამ გათამაშებამდე მივალთ, მაინც 2-3 სიტყვით უნდა დავასრულოთ ეს ტესტ-დრაივი და ეს ჩვენი ბრუტალური მანქანა. ყველაზე ინფორმაციული ტესტ-დრაივი ეს არ იყო, მაგრამ ძალიან გვაინტერესებდა მეც და გიოსაც ამ მანქანის გადაღება, იმიტომ რომ განსხვავებულია, იშვიათია, ცოტა დადი საქართველოში და მაინტერესებდა, რა ხილი იყო ეს მცხოხილი, ყოველთვის საინტერესოა. უღრმესი მადლობა გოჩიტას, რომ გვათხოვა ეს ავტომობილი. გადაგვეღო ისე როგორც ჩვენ გვინდოდა, ამ მინდმას ასე თუ ისე გვაცა და ცოტა არეულია, ვერ გარკვეულა, სიცივე უნდა იყოს, სითბო უნდა იყოს, თუ წარღუნა უნდა იყოს, მაგრამ ამ პირობებში ყველანაირად ვეცადეთ, რომ ზუსტად ისე გადაგვეღო, როგორც დაგეგმილი ქონდა და ჩაფიქრებული. მოკლედ, ამ მანქანამ თავისი სათქმელი ზოგადად თქვა, საქართველოში ვერ თქვა, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დადის და მაინც ისევ იმას დაუბრუნდები, მაგას ვერ გავექცევით, უფრო ევროპული მანქანებისკენ ვართ და პლუს მაგას ვისაც მაინც Hellcat-ი უნდა, ყველა მიიწევს Challenger-ისკენ. ამიტომ ცოტა დაჩაგრულია საქართველოში ეს კუზაო, ეს მოდელი არის ცოტა დაჩაგრული. მაინც ამერიკული მანქანები უყვარს იმ ხალხს, ვისაც ამერიკული მანქანების მუღამი აქვს. ეხლა ვერანაირად ვერ მოვაწონებ მე M5-ის პატრონს აი ამ Challenger-ს. აი ვერანაირად, ვინც BMW-დან არ გადმოსულა, Mercedes-დან არ გადმოსულა, იმას Dodge Charger-ს აი ვერაფრით ვერ მოვაწონებ. იმიტომ რომ ყველა ეს პოლემიკა რაც გვექნება, ყველაფერში მომიგებს და მართალი იქნება. ერთი სიტყვით, დიდი მადლობა ამ მანქანისთვის, მოგვეწონა, დიდი მწვანეპწიჩკა ავარტყით, ჩვენ ტესტ-დრაივებში უკვე ჩვენ არხზე უკვე ამის ტესტ-დრაივიც იდება და რა ვიცი, დაელოდეთ ჩვენ მომდევნო ვიდეოებს. ვიდეო ამთავრდება, იმიტომ რომ ეხლა უნდა გავათამაშოთ 100 ლიტრი სუპერი, რომელიც გადმოგწვა ვისოლმა. ლეპტოპს ამოვიღებ და შეგვიძლია გამოვავლინოთ გამარჯვებული. წესები იყო ძალიან მარტივი. ჩვენი BMW-ს F91-ის გაემების ვიდეოზე უნდა დაგეწერათ კომენტარი და ავტომატურად ხვდებოდით გათამაშებაში. ესე იგი, გზა შენია უნდა დაგეკომენტარებინათ და მე დანარჩენი რაც გაგისწორდებოდათ, იგულები მოგვაყარეს, რაღაცა ბალეში კობენ, მოეწონათ მანქანა, ქოვერი სხვა გვედო, რაღაც ვარდისფერი და ზოგს მიკროინფარქტი მიიღეს, ეს რა ფირი გადააკრეს და რეალურად კარგი მანქანა გამოვიდა კომენტარებიდან გამომდინარე, მივხვდით რომ ხალხს მოეწონა. ამიტომ უნდა აუღნიშნოთ ისე როგორც საჭიროა, დავაკოპიროთ ეს ლინკი
და ჩვენთან ერთად ვიღას უნდა გავახაროთ. ერთი იღბლიანი. ძალიან მარტივად ჩვენ ლინკს აქ ვაგდებთ. დავაჭერთ. Continue. ამოაგდებს ერთ კომენტარს და ზუსტად ის გახდება დღევანდელი გამარჯვებული. Facebook-ზე უნდა მოგწეროთ, ერთი Facebook-ი გვაქვს ოფიციალური და იქ უნდა მოგწეროთ გამარჯვებული რომ მოისმენთ თავისას, მოგწერეთ და მერე გეტყვით სად გადმოგეცემათ ეს 100 ლიტრი, რომელიც დააწესა ვისოლმა. საკმაოდ ბევრი კომენტარი იყო ამ კი, აი, წერს, ფილტრავს და მიდის და სხვათა შორის ერთი საინტერესო რაღაცა მინდა გითხრა. ვიდეოს სათაურია ერთადერთი პირველი და ერთადერთი F91 საქართველოს და იქ ვიღაცებმა მე და რა ერთადერთი ძმაო ორი მარტო მე მყავს ნანახი რაღაც. მოკლედ ყველას თხოვ თუ ეგეთი მანქანა არსებობს ვინმეს ნანახია და ტყუილი რო არ გამოგვივიდეს Facebook-ზე ჩაგვიგდონ სურათები, იმიტომ რომ ბევრი იბრალებს რო არისო, მაგრამ სინამდვილეში არის რაღაც ბამპერი აქვს მიღენებული, რაღაც. ეგ სხვათა შორის ვიდეოში თქვი, მაგრამ ალბათ ყველა მარიერთზე ყურადღება. ჩაგვიგდეთ Facebook-ზე თუ არსებობს ნამდვილი ემი. გადავაკეთებთ სათაურს და დავაწერთ მეორეს ან მესამეს. არ არის პრობლემა. 3000 კომენტარს გაცდა, ველოდებით. ხო, არ დაგავიწეთ, ეს ბოლო გათამაშება არ არის, ძალიან ბევრი გათამაშება გვექნება, ამიტომ იაქტიურეთ და არ გამოტოვოთ ხოლმე ვიდეოები, იმიტომ რომ საკმაოდ ისეთი კარგი პრიზები გვაქვს ხოლმე შიგადაშიგ. ჩვენთან ერთად სხვების რო გავახაროთ. 4000 კომენტარს გაცდა. ეხლა ველოდებით 5000-ზე ავა. 5000. აჰა, სად არის 5362 კომენტარი შემოგთავაზა. იქიდან გაფილტრა, შეიძლება 2 კომენტარი იყო დაწერილი და იქიდან თითო-თითოს არჩევს ხოლმე. ეხლა უკვე დროა 1, 2 და 3. გზა შენია, წარმატებები და გული. უღრმესი მადლობა. ელბაქიძე. გიორგი ელბაქიძე არის დღეს გამარჯვებული. უღრმესი მადლობა რომ აქტიურობ, გულშემატკივრობ, კომენტარიც დაგვიწერეთ და ჩვენგან უხეში არხისგან 100 ლიტრი, რომელიც გადმოგცა ვისოლმა, Facebook-ზე უნდა მოგწეროთ და გეტყვით სად შეგიძლია აღება ამ საწვავის. ლეპტოპი დავკეცოთ. ამ ბედნიერ ნოტაზე შემიძლია დაგემშვიდობოთ. უღრმესი მადლობა რომ აქტიურობთ ხოლმე. ჩვენ ვცდილობთ რომ საინტერესო მანქანები შემოგთავაზოთ, საინტერესო პროექტები გავაკეთოთ, საინტერესო ვიდეოები გადავიღოთ და დარჩით ჩვენ არხს. რა ვიცი, ველოდები თქვენ აქტიურობას და კომენტარს. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა პატრონს რომ მოგცა ეს ავტომობილი რომ გადაგვეღო, ძალიან გვაინტერესებდა ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ ჩვენ ძალიან გვაინტერესებდა ეს მანქანა. მე კი ის გადამრჩენია დაგემშვიდობოთ მომავალ ვიდეომდე. დროებით.